რადგანაც ასეთ კადრებს ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი საუბარი უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტით. მოკლედ, ყველა მიცით ალბათ, რომ Ray-Ban-მა გამოუშვა ასეთი სათვალეები, რომელსაც ქვია Meta და ამ სათვალეებში ჩაშენებულია კამერები და ამ სათვალეებით შეგიძლია იარო ქუჩაში, გადაიღო ყველაფერი, დაუკავშირო შენ ტელეფონს. მოკლედ, ისეთი სიახლე აქ არაფერი არ არის, მაგრამ Harvard-ის უნივერსიტეტის ერთმა სტუდენტმა რაღა თქმა უნდა, ამ სათვალესთან დააკავშირა ხელოვნური ინტელექტი. და ამ ერთის მხრივ უწყინარი სათვალისგან შექმნა ისეთი შპიონური სათვალე კინოებში რომ გვაქვს ნანახი. მოკლედ, ამ ახალგაზრდამ, როგორც უკვე გითხარით, დააკავშირა ეს სათვალეები ხელოვნურ ინტელექტთან. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ცხოვრობს ინტერნეტის სივრცეებში. მოკლედ, ამ სათვალეებს იკეთებს და დადის ქუჩაში. ვიღაცას შეხედავს ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გათვლილი არის სახის ამოცნობაზე და სხვათა შორის ხელმისაწვდომია ძალიან დაბალ ფასად. თუ არ ვცდები, $8 თვეში. ამ ადამიანს შეხედავს და იმ წამსვე უმალ ტელეფონზე უჩნდება მთელი ინფორმაცია, თუ ვინ არის ეს, რომელ სოციალურ ქსელშია გაწევრიანებული, სად მუშაობს და ასე შემდეგ. ამ ბიჭს არ დაეზარა და ქუჩაში დადიოდა, ხალხთან მიდიოდა და შენ ის არ ხარო, კაცო, ის არ ქვიაო, როგორ ხარო, როგორ ამდენი ხანი არ მინახი ხარო. და ხალხის დაბნეული უყურებდა, ვერ ცნობდნენ, მაგრამ ამან ყველაფერი იცოდა იმათზე და ისინი უღიმოდნენ. თუ ოდესმე სადმე ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან ნებისმიერ სტატიაში სადღაც ინტერნეტში შენი სახე გამოჩნდა, ამ სოციალური ქსელის და სათვალეების საშუალებით შენზე აქვთ ყველანაირი ინფორმაცია. თუ რა თქმა უნდა, შენ არ გაიკეთებ პირბადეს. ან არ ხარ რაღაცა გარკვეული ეროვნების ადამიანი, რომელსაც გაქვს ტრადიციული ტანსაცმელი ასეთი. ან არ ხარ მაგალითად ადამიანი, რომელიც ზუსტად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ილამაზებ თავს და დღის განმავლობაში ჩვეულებრივს ვერ გიცნობს ეს ხელოვნური ინტელექტი. იმიტომ რომ სხვანაირი ფოტოები არ გაქვს განთავსებული არსად, მარტო გალამაზებული. და მე უცებ ახლა წარმოვიდგინე ეს ამ ბიჭმა გააკეთა ვიღაცა სტუდენტმა და ალბათ ცოტა ტვინი და დრო უნდა და ყველა შეძლებს ამის გაკეთებას. ეს უკვე ჩვენ ვიცით, რომ ესეთ რაღაც გაკეთება შეიძლება და წარმოიდგინეთ სპეცსამსახურებს როგორი გაჯეტები გააჩნიათ. შეთქმულების თეორიის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ ეს ამბავი. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა იპყრობს მთელს დედამიწას. ახლა მე იცით რა გამახსენდა, ეს ახალი ფენომენი რო არის სამყაროში, ეს ფურიები და კვადრობერები. სხვათა შორის კვადრობერები, მინდა გითხრათ, რომ საქართველოშიც გამოჩნდნენ, კერძოდ დედაქალაქში. თურმე შეამჩნიეს ისინი, რა არის კვადრობერები, ვინც არიცით, აგიხსნით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან ისინი ცხოველები, მაგალითად კატები, ძაღლები და ასე შემდეგ და ქუჩაში დადიან აი ამ ნიღბებით. ხო და ეს ხალხი ყოფილა მომავლის ხალხი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი შემოგხედავს და ვერ გიცნობს. აი ესე დამალულად დადიან კვადრობერები. ემალებიან იმ სტუდენტს Harvard-დან. თქვენ კიდევ აი ამ წამს ამ მომენტში სრულიად ბუნებრივი ინტელექტი გესაუბრებათ, რომელსაც მიხოქვია და თქვენ უყურებთ გადაცემას გამორჩენილი ამბები. როგორც იქნა 2025 წელს ბრიტანეთის ცაზე მზე ჩავა. ალბათ გაგიგიათ ასეთი ფრაზა იმპერია, რომელშიც არასდროს არ ჩადის მზე. El imperio, el que nunca se pone el sol. ძალიან გთხოვთ ესპანურის მცოდნეებმა არ გამკიცხოთ, იმიტომ რომ არ ვიცი ესპანური. უბრალოდ აი ეს ფრაზა დავიმახსოვრე. ამ ფრაზის ეს კონცეფცია ჯერ კიდევ არსებობდა ძველ მესოპოტამიაში, მერე რომის იმპერიაში, მერე ესპანეთის იმპერიაში და ბოლო 300 წელია უკვე ბრიტანეთშიც. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის იმპერია ტექნიკურად, როგორც ასეთი უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ბრიტანეთს დღემდე ჯერ კიდევ გააჩნია, ასე ვთქვათ, სამეფო ტერიტორიები. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, რომლებიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის სუვერენიტეტში იმყოფებიან. ხო და დღეღამეში არ არსებობს ისეთი დრო, როდესაც ბრიტანეთის რომელიმე კოლონიაში მზე არ ანათებდეს ცაზე. ანუ პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში. აქედანაც წამოვიდა ეს ფრაზა ბრიტანეთის იმპერიის ცაზე არასდროს არ ჩადის მზე. და ბრიტანეთის მზე ჩავა არქიპელაგ ჩოგოს ცაზე 2025 წლის 21 აპრილს.
ეს ტერიტორია გამოვა ბრიტანეთის მარწუხებიდან და შევა მავრიკიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. იდეაში 1968 წლიდან ეს ტერიტორია ისედაც მავრიკიას ეკუთვნის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთს ჰქონდა აქ, ერთ-ერთ კუნძულზე თავისი სამხედრო ბაზა და ბრიტანეთი უარყოფდა, რომ არა, ესო ჩვენი არისო. ალბათ რაღაცაზე მოილაპარაკეს, შეთანხმდნენ სულ ცოტა ხნის წინ, რომ კარგიო, აღარ იქნებაო ბრიტანეთის ტერიტორიაო, მაგრამ ქირით დარჩებიან მაინც თავისი სამხედრო ბაზით იმ ტერიტორიებზე. მაგრამ ფულს გადაიხდიან ამაში. აწი მავრიკიას მავრიკელობას აღარ წაართმევენ. მუზეუმი LIM-ის თანამშრომელმა აიღო და ხელოვნების ნიმუში პირდაპირ ნაგვის ყუთში გადააგდო. ხელოვნების ნიმუში როგორ გითხრათ, ეს გახლდათ გამოყენებული ლუდის ქილები, 2 ცალი, რომელზეც ხელით იყო შესრულებული რაღაც წარწერა და ნახატი. ხოლო ავტორი გახლდათ ფრანგი მხატვარი ალექსანდრ ლავიე. დიახ, ალექსანდრ ლავიეს ძალიან ბევრი აქვს ესეთი ნამუშევარი შექმნილი ხელოვნების ნამდვილი ნიმუში და ამ ქმნილებების სერიას სახელიც კი აქვს ის ბედნიერი წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, ასე ქვია. და ამ ნამუშევრების მთელი მუღამი ის ყოფილა, რომ უნდა ეყაროს როგორც ნაგავი. მაგრამ ეს არის ხელოვნების ნიმუში. ხო და 2 ცალი ქილა განათავსა ამ შემოქმედმა ამ მუზეუმის ლიფტის სახურავზე, რომელიც შუშისგან არის გაკეთებული, გამჭვირვალეა და ზუსტად აი ამ ლიფტის ტექნიკოსმა დაინახა და იფიქრა, რა უბედურება, ეს ნაგავი ყრიაო. აიღო, წავიდა და გადააგდო ნაგვის ყუთში. მაგრამ ინერვიულებთ მეგობრებო, ყველაფერი კარგად არის. უცებ აღმოაჩინეს ეს ამბავი და ნაგვის ყუთიდან ამოიღეს, ცოტა გაწმინდეს და დადეს თავის ადგილას. ძალიან საინტერესოა ხოლმე კამათი ასეთ ადამიანებთან, ვისაც მსგავსი ხელოვნება მოწონს, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიხსნიან ხოლმე, რომ შენ უბრალოდ არ გესმის, იცი, იმ აქამდე უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ ამაში დევს მთელი აზრი, მთელი ამბები და ერთვენიერ დღეს ერთი ადამიანი არის, ვიცნობ ეგეთი, რომელიც ამბობს, რომ ამაში ძალიან დიდი აზრი დევს, მე არ გეწინააღმდეგებით, დევს შეიძლება, არ ვიცი, უბრალოდ მე ვერ ხვდები. და მას ვანახე აი ეს ვიდეო. აქ წამოვიდა, რომ ამას შენ ვერ ხვდები, ეს არის სიმარტოვე, სიცარიელე, მოგეთ ამაში მთელი აზრი დევს და ბოლოს აუხსენი ამ ადამიანს, რომ ეს უბრალოდ ახალგაზრდა ადამიანებმა იხუმრეს, ასე გაიხადეს ფეხსაცმელი და დადეს კუთხეში და ხალხი წრეს არ ტყავდა, ფოტოებს უღებდნენ. აი ამის მერე მით უმეტეს აღარ მჯერა მეგობრებო ასეთი ხელოვნების. არ ვიცი, თქვენი აზრი მითხარით, თქვენ რამდენად აღიქვავთ ამ ხელოვნებას, დაწერეთ კომენტარები. ისეც მაინტერესებს, აი ქუჩაში რომ რაღაც გადავაგდო ნაგავი. კარგი მუზეუმში, ქუჩაში არა. და რო ვთქვა, რომ ეს არის პერფორმანსი, მეგობრებო. გონს მოდით. მეპატიება ხო ალბათ. ცოტა ხნის წინ SpaceX-მა მეხუთე საცდელი გაფრენა აწარმოა თავისი Starlink-ის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, Starlink-ი გაფრინდა ბატონო, მისი ასე ვთქვათ რაკეტმზიდი, რომელიც ქვევიდან აქვს Starlink-ს, თავის დროს მოშორდა ძირითად მოდულს და როგორც ყოველთვის ეს მოდულები, ბუსტერები, რასაც ეძახიან, მერე მოფრინავს, ჩაეტყეპება ოკეანეში და ფსკერზე წამლავს თევზებს. მაგრამ ახლა პირველად მსოფლიოს ისტორიაში მოხდა ასეთი რამ. ის სუპერ ბუსტერი, რომელიც ეზიდება ზევით რაკეტას და რომელიც არის 75 მეტრის სიმაღლის, ძალიან ძვირიჯდება, რამოდენიმე მილიონზეა საუბარი და მე ხო გითხარი, ზღვაში ვარდება თქო და ტყილა ფუჭდება ყველაფერი. ის დაბრუნდა უკან და ზუსტად იმ კოშკურაზე დაჯდა, საიდანაც აფრინდა. ილონს ცოტა ფული აქვს და ეკონომიას აკეთებს. დიახ ბატონო. ასე რომ კოსმოსში გაფრენა ჯდება უფრო იაფი და მერე რო იქნება უკვე ტურისტული ფრენები, ლაშა მოგზაური ბიჭი არის, იცნობ თქვენ ლაშა ყველას, იაფად გაფრინდება. კომპანიამ REMSpace გააკეთა ძალიან უცნაური რამ. მოკლედ ორ ადამიანს თავზე დაამაგრეს რაღაც სენსორები, მუცელზე დაამაგრეს რაღაცა დეკოდერები და ეს ადამიანები დააწვინეს და უთხრეს დაიძინეთო. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები თურმე იყვნენ ნავარჯიშები, რომ შესულიყვნენ, ასე ვთქვათ, გააზრებულ სიზმარში.
და როგორც აღმოჩნდა, ყველა ადამიანს შეუძლია ეს ისწავლოს, ოღონდ დიდი ხანი ჭირდება ამას. ვარჯიში და თურმე შეგიძლიათ ივარჯიშოთ და მიაღწიოთ იმას, რომ როდესაც დაიძინებთ, თქვენი სიზმრები აკონტროლოთ და რასაც გინდა იმას გააკეთებთ სიზმარში. ძალიან საინტერესოა. უნდა მოვიძიო ამის კურსები აუცილებლად. მოკლედ ეს ორი ადამიანი დაწვა და მათ შეძლეს ერთმანეთთან სიზმარში ურთიერთობა. და ერთად ზემოქმედებდნენ იქ რაღაც მოვლენებზე. რა ვიცი, ან დაფრინავდნენ, დარბოდნენ. მოკლედ სათვალეები აქვთ, გვიყურებენ, გცნობენ, ნიღაბს გავიკეთებთ ან პირბადეს, ან რამეს, სიზმარში შემოდიან და მაინც გვიყურებენ. რა არის ეს? საინტერესო იქნება მე საარჩევნო დაპირებები. სიზმარი უფასოდ. მხოლოდ ქართული სიზმრები 0%-იანი განვადებით. ან 100 სიზმარი ყოველ ღამე. კაი დაპირებები იქნება. 150.000 ლარი პენსია სიზმარში. და მოკლედ ყველაფერი უფასო, წყალი, ბენზინი, რა ვიცი, კომუნალურები, არაფრის გადასახადი არ გექნებათ. მიეცით ხმა? Neptune Memorial Reef, ესე ქვია კომპანიას, რომელმაც ძალიან საინტერესო რამე გააკეთა. სასაფლაო, რომელიც იმყოფება მაიამის სანაპიროდან 5 კილომეტრში, დიახ, არ მოგესმათ, ოკეანეში, ფსკერზე, 12 მეტრის სიღრმეზე. მოკლედ იქ ბეტონით რაღაცა ნაგებობები გააკეთეს და მოიტანეს სხვადასხვა ჯიშის, იშვიათი ჯიშის მარჯანი მიაწებეს და მოკლედ ზრდიან მარჯანს. როგორც მოგეხსენებათ, თუ არ მოგეხსენებათ, გეტყვით, რომ მარჯანი ნელ-ნელა ქრება ოკეანეებიდან და მოკლედ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ოკეანის ფსკერი. ნუ რა თქმა უნდა, მარჯანს მიყვება კიდე ის ხალხი, ვინც მარჯანთან ერთად ცხოვრობს და მარჯანში ცხოვრობს, სხვადასხვა თევზები და ასე შემდეგ. და მოკლედ გადაწყვიტა ამ კომპანიამ, რომ თანო საქმეს გავაკეთებთო, თანო ფულსო. მოკლედ აი ამ მარჯნების რიფებს, რომლებსაც ხელოვნურად აკეთებენ, თავაზობენ ხალხს, რომ იქ სასაფლაოები იქნება თქვენიო. შეგვიძლიაო თქვენი ფერფლი ავიღოთო, იმ ფერფლისგანო გავაკეთოთო პატარა რაღაცა ფიგურებიო, თევზის, რვაფეხის და მივაწებოთ თქვენ საფლავსო. შეგვიძლია მთლიანად დაგასვენოთო რომელიმე მარჯნის პატარა რაღაცა გროვასთან. ასე რომ ეს არის სასაფლაო, სადაც უკვე არის რამოდენიმე ადამიანი დაკრძალული და მეცაც გეტყვით. 6.5 ჰექტარი აქვთ აღებული ფსკერი ამისთვის და აპირებენ რომ მთლიანად გაანაშენიანონ მარჯნებით და გარდაცვლილი ადამიანებით. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჯერ რამოდენიმე საფლავია, მაგრამ დაჯავშნულია უკვე მთლიანად ეს ტერიტორია, 6.5 ჰექტარი, ანუ წინასწარ უკვე ხალხს აქვს გადახდილი საკმაოდ დიდი თანხა. ფასები იწყება 8,000-დან და ადის 25,000 დოლარამდე. ძალიან მაინტერესებს, რატო არის განსხვავებული ფასები, რა ვიცი, მზიანი მხარე, უკარო მხარე, არ ვიცი, მაგრამ ფასები განსხვავებულია. ისე მე ძალიან მაინტერესებს, აი ბებიასთან გინდა საფლავზე გასვლა, როგორ ხდება ეგ. კვერცხი გინდა გააგორო, სანთელსაც ვერ აანთებ. მაგრამ სპანჯბობი ხო ანთებს რაღაცნაირად. არ ვიცი. იცით რა, სანამ მე შემოვალ თქვენ სიზმრებში და იქ გთხოვთ, ჯობია აქვე გითხრათ, თუ გამოიწერთ ჩვენ არხს, ძალიან გაგვეხარდება. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარები, თქვენი აზრი, რას გვიზავს ხელოვნური ინტელექტი. გნებავთ თუ არა განისვენოთ მერე 200 წლის მერე მაიამის სანაპიროებზე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, დროებით.